მოგესალმებით. მე ვარ მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ ხოზრევანიძე. სანამ მარიამი გააგრძელებს თავის თავზე საუბარს, მე მინდა 1-2 სიტყვით მასზე გესაუბროთ. STEM კლუბის თითოეულ წევრზე მინდა ასეთი ვიდეოს ჩაწერა და განსაკუთრებით მარიამს ვთხოვე, რომ შემოსულიყო და პატარა ჩანაწერი გაგვეკეთებია, რადგან გასულ წელს მარიამი თავის თანაკლასელებთან ერთად, 3 მეგობართან ერთად მუშაობდა ერთ მნიშვნელოვან პროექტზე. ეს იყო საერთაშორისო პროექტი Technovation Girls, რომელიც სამწუხაროდ წელს ცოტა სხვანაირად წარიმართა და ვერც პრეზენტაცია გაკეთდა და ვერც ბანაკი დაიგეგმა, მაგრამ ჩვენ გავიარეთ მთელი კურიკულუმი, ავტვირთეთ ვიდეოები, შევავსეთ რაც საჭირო იყო ყველაფერი, ჯუნიორ ასაკობრივ ჯგუფში აღმოჩნდნენ და საკმაოდ დიდი შრომა ჩადეს გოგოებმა და რაღაცნაირად თითქოს მგონია, რომ იმდენად არ დაუფასდათ, კი ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა, მაგრამ მაინც დავჯერდით იმ საერთაშორისო სერტიფიკატს. სამწუხაროა ნამდვილად, რომ ეროვნულ დონეზე აღარ გაკეთდა პრეზენტაციები მაინც მათი ნამუშევრების. აი, ბანაკზე კი ზუსტად ვიცოდით, რომ არ იქნებოდა. ამ პრეზენტაციებზეც ვიცოდით დიდი ალბათობით, რომ არ იქნებოდა, მაგრამ იმდენად კარგი და საინტერესო პროექტი იყო, რომ თავიდანვე მოვსინჯეთ ძალები, გოგოებსაც ავუხსენი თავიდანვე, რომ შეიძლებოდა ბევრი გვეშრომა და კი შევპირდი, რაც ელოდათ თქვათ ეს საერთაშორისო სერტიფიკატი, რომ აქვთ და გამოადგებათ მომავალში და საკმაოდ დიდი გამოცდილება, რომელიც მიიღეს პროექტზე მუშაობის დროს. განსაკუთრებით, როდესაც ამ პროექტს გეგმავდით, აქცენტი გავაკეთეთ ინგლისურის ცოდნაზე და მარიამი საკმაოდ კარგად საუბრობს ინგლისურად. მინდა გითხრათ, რომ აი ყოველ წელს როცა ვიდეოებს ვიღებთ ხოლმე, ძალიან ბევრი დუბლი გვჭირდება, ძალიან ბევრი კადრი, ხან გამოთქმების პრობლემა, ხან რაღაცა და პრინციპში გასულ წელსაც კმაყოფილი ვიყავი, ანუ ამ გუნდამდე 1 წლით ადრეც. მაგრამ აი ამ გუნდში მართლაც საუკეთესო დროში გადავიღეთ, იმიტომ რომ ყველა ძალიან კარგად გამოთქვამდა და ყველა მიცოდა ტექსტები და მარიამა განსაკუთრებით. და თვითონ მოწყობილობაზე მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო. ასევე გუნდური მუშაობა, კლასელები იყვნენ 4-ვე, ეხლა თქვენ ხედავთ, რომ კადრში არის 3 გოგონა ჩემთან ერთად და მუშაობდით პროექტზე. მე-4 გოგონას ეს კამერის ჩანაწერი გავუზიარეთ YouTube-ზე, ანალისტით გვიდევს ახლაც. იქედან ავიღე ზუსტად ეს კადრები ეხლა. აღსანიშნავია, რომ ეს გოგოები ისე წყნარად და ისე გუნდურად მუშაობდნენ და ბალხმაზე კიდე კარგი, რომ ჩვენ კარგი კამერა გვაქვს და ისმოთ. და ის მე-4 გოგონაც მე ყველა ჩანაწერს უყურებდა და ანუ მიყვებოდა კურიკულუმს. ეს არის ერთ-ერთი შეხვედრა, ძირითადად 4-ვე ერთად აკეთებდა ხოლმე და იმ ჩანაწერებს მე აღარ ვაკეთებდი. ხა იმდენი შეხვედრა დაიგეგმა ამ პროექტის ასატვირთად, ვინცაც მონაწილეობა მიუღია ამ Technovation Girls-ზე და მეთანხმება, რომ საკმაოდ ვრცელი სამუშაოები არის. და აი მარიამიც უდიდესი პასუხისმგებლობით, დიდი შრომის მოყვარეობით, მთელი თავისი უნარებით ჩაერთო ამ პროექტში და ძალიან კარგადაც გავახორციელეთ, სადაც კი შეგვეძლო რომ წარგვედგინა, ასე ვთქვათ. ახლა მინდა შემოგთავაზოთ კადრები ამ გოგონების ვიდეოდან, სადაც დარწმუნდებით თუ როგორ გამოთქვამს მარიამი ინგლისურად და აი მართლაც დიდი კომფორტი არის ინგლისურის მცოდნე მოსწავლეებთან თანამშრომლობა ასეთ პროექტებში. Many people, particularly women, children and the elderly, often feel unsafe and need a quiet way to request help. ასევე აუცილებლად აღსანიშნავი და მნიშვნელოვანია, რომ ამ კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებს უწევდათ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ის ვიდეოების შექმნაც, თვითონ მოწყობილობის მოდერნიზებაც და ასე შემდეგ. აღსანიშნავია, რომ მარიამი იყო ერთ-ერთი ასე ვთქვათ ლიდერი, თუმცა ვერ გამოვარჩა, მართლა მთელი გუნდიც კარგად მუშაობდა ამ მიმართულებით. უბრალოდ ვიტყვი, რომ მარიამს საერთოდ არც ერთ შეხვედრა არ გაუცდენია და მთელი თავისი ენერგიით მონაწილეობდა ამ კონკურსში და აი ეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იქნება თუ მოწყობილობის დაპროგრამება
თუ აპლიკაციის შექმნაც საკმაოდ შრომატევადი იყო, საკმაოდ კარგად გამოუვიდა და რა ვიცი, მისთვისაც საკმაოდ დიდი გამოცდილება იყო ეს და გუნდისთვისაც საკმაოდ დიდი შრომა ჩადო. აუცილებლად უნდა დავამატო, რომ მარიამი არა მხოლოდ ამ კონკურსისთვის დადიოდა და ემზადებოდა, არამედ ზოგადად STEM კლუბის აქტივობებში იყო ჩართული აქტიურად და სხვადასხვა დავალებებს, რასაც ვაკეთებდით Arduino-ს და პროგრამების მიმართულებით იქნებოდა 3D მოდელირებისა თუ ასე შემდეგ, ის ძალიან აქტიურად მონაწილეობდა. ასევე მარიამი დადიოდა აქტიურად ბათუმის ტექნოპარკში 3D მოდელირების ტრენინგებზე, რომელიც სპეციალურად ფერის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მიმდინარეობდა თაზო ჩხარტიშვილის ხელმძღვანელობით. მარიამი წელს უკვე რობოტექნიკის გაკვეთილებზეც საკმაოდ იყენებს ამ ცოდნასა და უნარებს. იმედი მაქვს, რომ მომავალში მარიამის კიდევ ბევრ წარმატებაზე მოგიყვებით. ახლა კი მოусმინოთ თავად მას. უკვე 2 წელია რა STEM კლუბის წევრი ვარ. შევიძინე ბევრი ახალი მეგობარი. ვისწავლე გუნდური მუშაობა და ლიდერობა. ვაწყობდი Arduino-ს. ის იყო თავსატეხიც და გასართობიც. შერშემ მივიღე მონაწილეობა გოგონების საერთაშორისო პროექტში ჩთემს თანაკლასელებთან ერთად. ამ პროექტმა დამიტოვა და განმივითარა კრეატიულობა, ლიდერობა და შესაძლებლობები. და ამ წელს უკვე ჩვენ დაგვეწყო რობოტექნიკის გაკვეთილები, სადაც ვაწყობთ რობოტებს და სხვადასხვა ტექნოლოგიებს.